გამარჯობა. არჩევნებზე იღებთ მონაწილეობას? მე აბა ვიღებს ხოლმე. მიხვალთ და თქვენს მოქალაქეობრივ მოვალეობას მოიხდით? კი. რასელით ამ არჩევნებისგან? ბატონო დივნიშვილს მივცემ ხმას. და რატომ? რატო და კაი კაცია. რაც ეგ დადგა, ყველაფერი კეთდება ამ რაიონში. ყველაფერი, აი როგორ გითხრათ რა, ძალიან კაი კაცია, ძალიან. და ხალხს უნდა რომ აი ესეთი ადამიანი იყოს სათავეში და რომ იხვალ პატრიარქებს გეკითხება ხორაფერი გიჭირს ისე ძალიან კაი ადამიანია ძალიან რაც ეგ დადგა მე აი როგორ გითხრა ხალხის ზაწნარებული ყველაფერი სულ 7 არიან და ყველაფერი კეთდება რა როგორ გითხრა აი ესეთი კაი ადამიანია ძალიან კაი დიდი მადლობა ხალხის შინ არის ყველანაირად გამარჯობათ არჩევნებზე იღებთ მონაწილეობას კი რასელი ამ არჩევნებისგან ალბათ ძალიან ბევრია მეს გოდიშით რა მიჩქარე გამარჯობა 4 ოქტომბერს არჩევნებზე თუ იღებთ მონაწილეობას რა თქმა უნდა რასელით ამ არჩევნებისგან ყველგან ველი წარმატებას წინსვლას რავი საქართველოსთვის და ქართველიერისთვის რა თქმა უნდა რა შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში ლაგოდეხის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ რა გითხრათ სიმართლე გითხრათ ჯონ დომდინიშვილი რაც არის ქალაქის მერი მის მერი ძალიან ბევრი რამე შეიცვალა რა თქმა უნდა წარმატებისკენ და წინსვლისკენ ლაგოდეხის რაიონს დაეწყო ყველაფერი ყველა მოხარული ვართ მათ ადამიანებს ანუ თქვენი პოზიცია გასაგებია ხო რა თქმა უნდა ძირითადად რა რომელი პროექტი დაგამახსოვრდათ არ ვიცი რა ვიცი კვერები გზები ინფრასტრუქტურა მოწესრიგან ძალიან მაგრად მუშაობს ეგ ადამიანი თავის საქმის პროფესიონალია გამარჯობა არჩევნებზე იღებთ მონაწილეობას კი რასელით ამ არჩევნებისგან და ზოგადად თქვენი დამოკიდებულება როგორია არჩევნები უნდა იყოს ეს არის აუცილებელი და რა ვიცი ახლა ვინ გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს მაგრამ შვიდობა გვაქვს და რამსთავარია უნდა იყოს შვიდობა ეთი არაფერი არ გვინაჩვენებს აი ლაგოდეხის მაგალითზე რო ვიმსჯელოთ რა შეიცვალა ბოლო პერიოდში ყველაფერი შეიცვალა ყველაფერი კარგისკენ მიდის ჯონდო ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ხალხს უპირატესობა მისცეს ყველანაირად მაგისთან მერი ჩვენ არ ყოლია მის დღემში არჩევნებთან დაკავშირებით თუ აპირებთ მონაწილეობის მიღებას აუცილებლად საბარაო თქვენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი ხარ? კი ბატონო. ანუ თქვენ პოზიციას უკვე ლაგოდეხში დააფიქსირებთ. რა შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში ლაგოდეხში? რავი, ნორმალურად მიდის ყველაფერი. ეგა. აი რა მოგეწონათ კონკრეტულად რომელი პროექტი? თუ რამე კეთდება, ყველაფერი კარგია. გამარჯობა ქალბატონო. არჩევნებზე აპირებთ წასვლას და მონაწილეობის მიღებას? დიახ. როგორია თქვენი დამოკიდებულება რასელით ამ არჩევნებისგან? ველოდები იმედების გამართლებას. ბუნებრივია და ვფიქრობ, რომ დღევანდელი ხელისუფლების მუშაობა არის მისაღები ჩემთვის და ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება ცხოვრება. თქვენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი ხართ? დიახ. ბოლო პერიოდში რა შეიცვალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში? ძალიან ბევრი რამე და სასიამოვნოა თვალისთვისაც, გულისთვისაც. კი ბატონო, ქუჩები, საცავები, წყლის არხების და ესე. ნუ რა ვიცი, მზრუნველობა ეთყობა ქალაქის მერიას მოსახლეობის მისამართით. ყურადღება. კი ბატონო. აი ოპოზიციაზეც მინდა ვკითხოთ, აი ეს ოპოზიცია მოსახლეობას მოუწოდებს ბოიკოტისკენ. მე არ მაქვს შეხედულება ჩემო კარგო ოპოზიციასთან საერთოდ და არც უსმენ მაგათ არასოდეს. არ მაქვს მაგათთან შეხედულება, არც ჩემ ოჯახის წევრებს. არ არის. მერობის კანდიდატები ვინ არიან ლაგოდეხში? მერობის კანდიდატი ვიცი მე მხოლოდ ჯონდო დივნიშვილი და ვფიქრობ, რომ ნამდვილად ღირსეული პიროვნებაა. იმდენი რამე გააკეთა ამ ადამიანმა ლაგოდეხისთვის, რომ
ალბათ ლაგოდეხის ისტორიაში სხვა ხელმძღვანელ პირებთან ვერ ვიტყვი ამას. დაკავშირებით, იმათთან დაკავშირებით ვერ ვიტყვი. რასელი თამარჩევნებისგან? პირველ რიგში მშვიდობას, სტაბილურობას, ის ქვეყნის წინსვლას. ლაგოდეხის მაგალითზე რო ვიმსჯელოთ, რა გაკეთდა, რა არ გაკეთდა, რა შეგიძლიათ გითხრათ? კი, ბევრი რამ გაკეთდა, დადებითი რა თქმა უნდა და წინ მიდის ლაგოდეხში სიტუაცია. გამარჯობა. არჩევნებთან დაკავშირებით თქვენი აზრი გვაინტერესებს, მონაწილეობას იღებთ? მე არც და ინვალიდი კაცო ვერცად ვერ მიდიოდი. ისე თქვენი პოზიცია როგორია? რა გაკეთდა ლაგოდეხში, რა არ გაკეთდა? თავის თავს მიხედავ ყველამ. ეგ არის რა სხვა არაფერი. არაფერი არ გაკეთდა, გააკეთეს, როგორ არ გააკეთეს, მაგრამ არაფერი არ გაკეთდა ლაგოდეხში? ლაგოდეხში ბევრი რამე გაკეთდა, მაგრამ კაცის დამსახურება არის, მაგრამ არჩევნებზე აპირებთ მონაწილეობას? აუცილებლად. ესეთი კარგები ბიჭები სუქდება. მე ნახავთ იმან ბაზარში იხოდა იმან მითმული. კარგი პატივის ხალხი. მე თუ ჩემო დიდებად. ვიზე საუბრობ? სუქდება, რომელმა იქნება. თქვენ ლაგოდეხში ცხოვრობთ? ნინიგორში მეცხოვრობ. და რა გაკეთდა ლაგოდეხში? რამე შეიცვალა ბოლო პერიოდში? ხო. ბევრი კარგი გაკეთებულია, აბაშვილო. როგორი უნდა ცხოვრობ? ესე. ხო, გენაცვალი, კარგად იქავე შვილები. მადლობა. გამარჯობა. აპირებთ, ჩვენ ვართ ლაგოტივი. აპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მე ვფიქრობ არა. რატო? არ მინდა და იმიტომ. ხო, არა, ეს თქვენი პოზიცია, მიზეზი? არ სურს არჩევნებზე წასვლა, მიზეზი. ლაგოდეხში ცხოვრობთ? კი. ბოლო პერიოდში რა შეიცვალა ლაგოდეხში? ლაგოდეხის მერი მართლა კაი მერია, სისუფთავეა, რასაც იწვიან აკეთებენ. რასელი თამარჩევნებისგან? ჯერ ველოდებით. რას? თქვენ საცხოვრობთ? ლაგოდეხ ფონაში. ფონაში? თქვენთან სტიქია იყო? კი. მე რას გვეტყვით, აბა რაიმე რეაგირება მოყვა ამას? რა ვიცი, ეუბნება ყველაფერი კარგად იქნება. დაგეხმარათ ვინმე ჩამოვიდა ხელისუფლებიდან? ეხლა კი ჩამოვიდა. ვინ? მერია იყო ჩვენი. მერი. ხო, მერი იყო. ანუ დროულად მოახდინა რეაგირება. ხო. მალე იქნება კარგი. გამარჯობა. არჩევნებთან დაკავშირებით თქვენი აზრი გვაინტერესებს. აპირებთ მონაწილეობის მიღებას? რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით ვაპირებ. კმაყოფილი ვარ ყოველნაირად ამ ხნის განმავლობაში ნამდვილად ბევრი რამ გაკეთდა უშუალოდ საკრებულოშიც, მუნიციპალიტეტშიც, უშუალოდ შემსოფელშიც და დიდად მადლობელი ვარ ბატონი ჯონდოსგან და ამ პარტიისაგან და დიდი სიხარულით ველოდები არჩევნებს. ზოგადად მოსახლეობის განწყობა როგორია თქვენ სოფელში? რომელ სოფელში ხართ? სოფელი ჰერეთისკარი აჭარლებით დასახლებული სოფელია. ძალიან კმაყოფილია სოფელი. ასე რომ ყველა მოსახლეობის გასაჭირი ბატონ ჯონდოს თავისთან მიაქვს და მე სიამოვნებს და დანარჩენი მოსახლეობაც კეთილ განწყობილია. გამარჯობა. არჩევნებთან დაკავშირებით თქვენი აზრი გვაინტერესებს. არჩევნები რა გითხრათ, რა ვიცი, იქნებ კარგად მოვა ვიღაცას ან 41 მის ხმას მე არ ვიცი და. თქვენი პოზიცია როგორია? ჩემი რა ვიცი, ჩემი ციგრე 41. თქვენ ლაგოდეხის რაიონში ცხოვრობთ? გაბალში. გამარჯობა. არჩევნებთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გვაინტერესებს. აპირებთ მონაწილეობის მიღებას? კი. რასელი თამარჩევნებისგან? ახლა მოლოდინი ადამიანს რიდია, მაგრამ დიახ. ყველა თავის შეხედულებაა. თქვენი აზრი რო დააფიქსიროთ? რა უკეთესობას? საცხოვრობთ თქვენ? მსხალგური. რა გაკეთდა ბოლო პერიოდში მსხალგორში? ბევრი რამე. კი. აი რომელიმე რო დაგვისახელოთ? აი ახალგაზრდების ვინ, ბავშვების ვინ. აი ბარაქვია, მე ვარო
სკვერი? სკვერი, პატარ-პატარა სკვერები, ესე იგი და სოფელში ოროლია. ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. რაიონისთვის ძალიან აკეთებს ყველაფერს. შეიძლება ახლა ყველასთვის საუკეთესო ვერ იქნება, მაგრამ აი მთლიანი იმით აკეთებს ეს კაცი რაიონისთვის. აი ვერ წარმოიდგენ რომ აი ისეთ ტუპიკებში აქ ასფალტები დაგებული რომ არის. ეს სკვერებიო, ეს ბაღებიო, ეს ხო ახალგაზრდობისთვის კეთდება რა? აი აბა ეს სკვერები ის ვისთვის კეთდება, ახალგაზრდობისთვის კეთდება, აბა. კი